რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობდით ყოველთვის განსაკუთრებით როცა ჩვენ საუბრობთ აჭარის თემაზე აი როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია ეთერ ალბათ ფლობდით ინფორმაციას რომ მე ვფლობდი ასეთ ინფორმაციას ჩვენი წყაროები გვიყვებოდნენ რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იყო დაეპატიმრებინათ აჭარის ყოფილი მეთაური აი თუ გქონდათ რაიმე მსგავსი ინფორმაცია თქვენ და რა იყო თქვენი აზრი თორნიკე რიჟვაძის თავს რა მოხდა? მოგესალმებით, მადლობა სოლიდარობისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის кейსს, ასე ვთქვათ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. რა თქმა უნდა, გქონდა ჩვენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მის მიმართ რაღაც ერთგვარი ვენდეტა იგეგმებოდა, ასე ვთქვათ. უბრალოდ ვამოწმებდით ამ ინფორმაციებს და ამ ინფორმაციების გადამოწმების პროცესში ძალიან წინ ვერ მივიწევდით, მინდა გითხრათ. გქონდა ძირითადად უფრო მისი მამის დავით რიჟვაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გქონდა, მაგრამ არც ერთხელ ვერ მოვახერხეთ ამ ინფორმაციის დადასტურება. რაც შეეხება განცხადებებს თქვათ, რომ ის ვერ უძლებდა სტრესულ პირობებში, მე მას და ჩვენი რედაქცია ზოგადად უფრო ახლო ხედით ვაკვირდებოდით. ის იყო ძალიან ენერგიული, ახალგაზრდა კაცია მოგეხსენებათ და იმედია დაეხმარება ეს ახალგაზრდობა გადარჩენაში. ის ძალიან აქტიური, ენერგიული ადამიანი იყო და ძალიან მოძრავი. მას სტრესი, კრიტიკა სატელევიზიო პირიქით მეგონა ზოგჯერ რომ მოსწონდა კიდეც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ის ამაზე რაღაც თავისებურად რეაგირებდა კიდეც და გახსოვთ ახლა მე მისი ცნობილი გამოთქმები არ მინდა ახლა გავიმეორო, მაგრამ ის მას ისეთი შეგრძნება მქონდა მაშინ მომობდი ხოლმე რომ მე მგონი მოსწონს კიდეც რაღაც ასეთ ამპლუაში ყოფნა. თავიდან მას ეს ასე რომ ვთქვათ, როცა დაინიშნა ის ბევრად სხვა ტიპაჟი იყო, სხვანაირ კომუნიკაციას ცდილობდა მედიასთანაც, ჟურნალისტებთანაც და თანდათან ის დაიმსგავსა სისტემამ. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მსმენია რაღაცა ნარკოტიკთან კავშირში თორნიკე რიჟვაძის სახელი და გვარი ნამდვილად არ მსმენია. კორუფციის ჭრილში ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობდა, რა თქმა უნდა, ბევრი მიმართულებით. და ეს უფრო მსმენია ვიდრე ნარკოტიკთან დაკავშირებული ამბები და ამ წერილში, რომელიც ჩვენ ბევრჯერ წავიკითხე, ალბათ მე პირადად ბევრჯერ წავიკითხე და ვნახეთ პირველად როცა გავრცელა იმ მედიებმა ინფორმაცია, ხო? იქ პირველ გავრცელებულ წერილში პირველად როცა გავრცელა ეს არ იყო ცოლის სახელი და გვარი მაგალითად მოხსენიებული, დასახელებული. მერე ჩაემატა ცოლის სახელი. ასევე ძალიან ბევრი უცნაურობა ახლავს ამ წერილს, ამიტომ ჩემთვის პირადად ეს ვერსია რასაც გთავაზობს არის ბევრად უფრო იცით რისი მაჩვენებელი მგონია რომ ბევრად უფრო საშიში რამ ხდებოდა თორნიკე რიჟვაძის თავს ვიდრე მას რეალურად მოუვიდა. მაგრამ ეს არის მხოლოდ გეუბნებით ისე ვიმეორებ რომ ეს არის მხოლოდ რაღაცა დაკვირვებების და შეგრძნებების დონეზე და რა თქმა უნდა ყველამ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ეს არის ესეთი ცნობილი ფრაზა, რომელსაც ყველა იძახის. მე არ ვფიქრობ, რომ თორნიკე რიჟვაძე საერთოდ როდესაც კარგად გახდება ამ ყველაფერზე ილაპარაკებს საჯაროდ და არც იმას ვფიქრობ, რომ ამ გამოძიების პირობებში რამე განსხვავებულს გავიგებთ. ვიცით რომ საქმე არის ძალიან მაღალი ინტერესის, საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, თორნიკე რიჟვაძისთან დაკავშირებული ამბავი, მაგრამ მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, ვთქვათ, იმის შესახებ წერილით, ხო, ძალიან უცნაური იყო ამ წერილის ესეთი ფორმით გავრცელება. ლეგენდა არის, აბსოლუტური სიყალბე არის
დარწმუნებით გეუბნებთ, რომ სიყალბე არის, რომ ის წერილი მედიას ექიმებმა მიეწოდეს. ის წერილი მედიაში გავრცელდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ და რას ემსახურებოდა ამ მტკიცების გავრცელება, ვთქვათ, ასე ლამის დაჭრის პარალელურად თუ როგორც არის თვითმკვლელობის პარალელურად, როგორც დაკვალიფიცირებული აქვთ გამოძიებას, ხო? ეს არის ძალიან დიდი კითხვითი ნიშანი. ანუ ამ საქმეში ძალიან დიდი კითხვითი ნიშანია. იმიტომ რომ ეგ წერილი არის მთავარი, თუ კი და ჩვენ ყველანი მე მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ შემთხვევით სახელისუფლებო მედიაში ეს წერილი არ მოხვედრილა და ამ წერილში საუბრობს მათივე ხელით გავრცელებულ წერილში, რომ მას ედავებოდნენ კორუფციას, მას აბრალებდნენ ბარიგების მფარველობას და დღეს კობახიძე აქეთ მედიას რო უტრიალებს, ანუ გამოდის, რომ მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა მათივე ხელით გავრცელებული ეს წერილი. ჩვენ რამდენად თორნიკე რიჟვაძისგან როდესმე მოვისმენთ სიმართლე, მეც გეთანხმებით ეთერ, არც ერთი წამით არ მჯერა, რომ ის გაბედავს და როდესმე ამ თემაზე ილაპარაკებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამავე წერილში, რაც საკუთარ მედიებს გაავრცელებინეს, არის საუბარი იმაზე, რომ მის ახლობლებს, მის ოჯახის წევრებს არაფერი დაუშავებიათ, მის გარემოცვას, რომ ისინი ასრულებდნენ რიჟვაძის დავალებებს. ესე იგი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ხელის დადებას თხოვდნენ, ხო და პლუს ამისა ამავე წერილით გვითხრეს, რომ ხო, მართალი ყოფილა ეს მოარული ხმები, რომ დიდ ფულს თხოვდნენ. ეთერ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ან არ ვიცი, აი ხო, რამდენად შეიძლება თქვენგან მივიღოთ ეს ინფორმაცია, ვინ იყო მისი კოლგა, ასე ვთქვათ, ვისი კაცი იყო თორნიკე რიჟვაძე, როცა ის პირველად დანიშნეს აჭარის მეთაურად, ძალიან ახალგაზრდა კაცი, ასაკითად ძალიან ახალგაზრდა იყო ამხელა პასუხისმგებლობისთვის, ხო? გეტყვით ჩემს რაც მახსოვს, ახლა თორნიკე რიჟვაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში, იურისტი იყო ამ კომპანიის, მას ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, ანუ უნივერსიტეტებს გულისხმობ და აქვს დამთავრებული ძალიან კარგი უნივერსიტეტები და კახა კალაძე როდესაც იყო ენერგეტიკის მინისტრი, ხო? ენერგეტიკის მინისტრი იყო რაღაც პერიოდში, ხო, კახა კალაძე. აი მაგ დროს გადაიკვეთა მათი გზები და მაქედან წაიყვანეს, ასე რომ ვთქვათ, თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკაში. თორე ის იყო იურისტი, საკმაოდ კვალიფიციური იურისტი იყო, როგორც ამბობენ მაშინ მისი კოლეგები, საკმაოდ კარგად უძღვებოდა იმ თავის დაკისრებულ მოვალეობას, საკმაოდ მაღალანაზღაურებად, ბევრად მაღალანაზღაურებადი პოზიცია ჰქონდა მას, ვიდრე ვთქვათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური შემოსავლები არის და ასე აღმოჩნდა სრულიად ახალგაზრდა, სრულიად უცნობი თორნიკე რიჟვაძე თანამდებობაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ელოშვილი იყო მაშინ გახსოვთ ხო, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო იმ პერიოდში. აი ეს კავშირები. ასევე სამწუხაროდ მართლა ძალიან მძიმე ამბავი, რაც ვიცით ყველამ, როგორც დასრულდა მისი სიცოცხლე, ხო? თვითმკვლელობაზე ხო, არ მინდა ეხლა ვილაპარაკოთ, მე პირადად ძალიან გაურბივარ ხოლმე თვითმკვლელობაზე საუბრებს მითხრობ. მაგრამ ფაქტია, რომ ხო, სახელი და გვარი რომელიც ეხლა თქვენ ახსენეთ, ასეთ სამწუხარო ამბავს უკავშირდება, დიახ. დიახ, მათი კომუნიკაცია მე მახსოვს, ისინი ხშირად კომუნიცირებდნენ, ჩვენ ამას ვაშუქებდით და იქიდან გამომდინარე მახსოვს, თორემ მე პირადი ნაცნობობა, რა თქმა უნდა, არ მაკავშირებდა, რაღაც მჭიდრო ნაცნობობა, მოდი ასე ვთქვათ, არ მაკავშირებდა არც ერთთან და არც მეორესთან. ასე აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკაში და რაღაც პერიოდი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ იმიტომ, სწორედ ამ თავისი ახალგაზრდობის გამო, სწორედ თავისი ძალიან ისეთი აქტიურობის გამო, ის მუდმივად მოძრაობდა, ხვდებოდა ადამიანებს, რაღაცა ჩართული იყო, ღიაობაც ახასიათებდა, მოდი ესე ვთქვათ, მასთან კომუნიკაცია ჟურნალისტებს თავიდან არ გვიჭირდა. ღია იყო ის ინტერვიუებისთვისაც, ცალკე ინტერვიუებისთვისაც, ბრიფინგებისთვისაც, მთავრობის ხდომებიც ღია ქონდა. შემდეგ ეს ყველაფერი დაიკეტა და ბოლოს უკვე იმედის ეთერით ლაპარაკობდა. სხვათა შორის
ძალიან ბევრჯერ ყავდათ ის როგორც რაღაცა ერთ-ერთი პარტიულად გამორჩეული ფიგურა ასე პოზიციონირებდა ის იმედის ეთერში და მას არავითარი სტრესი თქვათ იმის გამო რომ მას ვიღაც აკრიტიკებდა რაღაც ჟურნალისტი არასოდეს ამაზე ჩივილები არ გამიგია მისგან პირიქით მუდმივად კამერის წინ ტრიალებდა უკვე როგორც გითხარით ჯერ ყველა კამერის წინ ტრიალებდა ყველა ჟურნალისტთან ჰქონდა კომუნიკაცია და შემდეგ უკვე იკეტა და მისთვის ეს კამერის წინ ყოფნა უცხო არ იყო და მას ამის შესაძლებლობას აძლევდნენ ის უცებ შეიყვანეს პოლიცსაბჭოშიც გახსოვთ ხო არ იყო თავიდან პოლიცსაბჭოში ან მისი გავლენები რაღაც პერიოდი გაფართოვდა და მერე უკვე რაღაც პერიოდი ის აბსოლუტურად მოიქცა იზოლაციაში და მე მგონია რომ ეს იზოლაცია და ეს ცვლილებები მის თავს რაც მოხდა იყო სწორედაც დიდი სტრესის შემცველი მისთვის გეთახმებით და ერთ კითხვასაც დაგისვამ და შემდეგ სწორედ ამავე კითხვით მინდა ჩვენს კოლეგებთან გადმოვინაცვლო სტუდიაში რა გვაჩვენა სინამდვილეში ამ ამბავმა მეც გიერთდებით კიდევ ერთხელ ვიტყვი ვუსურვებ მას გამოჯამთელებას ვუსურვებ მას რაც შეიძლება მალე გამოჯამთელებას ძალიან მძიმე ამბავზე გვიწევს ახლა ჩვენ საუბარი მაგრამ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რეალურად რა გვიჩვენა ჩვენ ამ შემთხვევაში ჩემ ახმებს გეტყვით ინკა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჩვენ გვიჩვენა ამ кейსმაც და ისედაც ჩემთვის სიმართლე გითხრათ დიდი სიახლე არაფერი არ ყოფილა ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც სამართალი არ არსებობს არსებობს ვერტიკალი ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში და ერთი ადამიანის ნებასურველის შესაბამისად და არა კანონის შესაბამისად იმართება სახელმწიფო ინსტიტუციები არის მიტაცებული სასამართლოში წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩაიკეტა ყველაფერი ჩაირეზა ყველაფერი და რაღაც სადაცა რომ გქონდეთ შესაძლებლობა ხო აი ეს საბჭოთა რკინის ფარდა თქვენს გახსოვთ მეც მახსოვს მართალია მაშინ ბევრად ახალგაზრდები ვიყავით მაგრამ თითქოს მზაობა აქვთ იმისთვის რომ აი ეს რკინის ფარდა ჩამოაფარო მთელ ქვეყანას ეს არის ეხლა ჩვენ ასეთ ქვეყანაში გვიწევს სამწუხაროდ ცხოვრება მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ არავის ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა და არა მე პირადად ეთერთურაძე იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უფლება ამ ქვეყნის მოქალაქეებს რომ ვიცხოვროთ ვიყოთ თავისუფალი ცივილური სამყაროს ნაწილი ამისთვის ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ძალიან ბევრი აგურები დავადეთ ერთმანეთს და ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება რომ ადამიანები რომლებიც ყავს საპყრობილეში მზია მაღლობელი სხვა სინდისის პატიმრები ისინი ჩავტოვოთ ამ სისტემის ტყვეობაში და ბოლო-ბოლოდ ჩვენი ქვეყანა რომელიც დგას ეს რაღაც უზარმაზარი საფრთხის წინაშე აი ესე დავთმოთ ვერ დავთმოთ არ უნდა დავთმოთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის რომ გავათავისუფლოთ ჩვენი რეჟიმის ტყვეები და დავიხსნათ ჩვენი ქვეყნის რაღაცა გაუქმების ეს რა ქვია უბრალოდ შევაფერხოთ შევუშალოთ ხელი ჩვენი ქვეყნის გაუქმების საფრთხეებს რომელსაც ესე მონდომები თანადგურებენ მის დამოუკიდებლობას რომ ანადგურებენ აი ამის თქმა მინდოდა დიდი მადლობა ეთერ და თქვენს უკან მაყურებელი ხედავდა უწყვეტად ინტერვიუს დროს წარწერას მოთხოვნას თავისუფლება მზიას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბათუმელების რედაქტორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და